მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით ჯეონომაციდან. დღევანდელი ვიდეო იქნება კიდევ ერთი დასტური იმისი, რომ არ არის საჭირო რაღაც სასწაულად მძლავრი მოტოციკლეტი ყავდეს, კაი დროის გასატარებლად. ყველაფერი რაც არის საჭირო, ეს არის ორი ბორბალი, შენ და აი ესეთი გზები, რომ ძალიან კარგად გაატარა დრო. თუ გიკვირთ თუ რა სიტუაციაში ვარ ახლა, რატო არის ჩემი POV უბრალოდ სივრცეში მიდის წინ, გეტყვით რომ უბრალოდ ფეხზე ვდგავარ ერთ განსაკუთრებულ ბაიკზე. ეს არის Royal Enfield Himalayan-ი. 410 კუბია თუ არ ვცდები, ჰაერის გაგრილებადი სისტემა აქვს და არის ერთ ცილინდრიანი. სულ აქვს 25 ცხენის ძალა 200 კილოგრამ წონას. ასე რომ როგორც უკვე მოჩვენებლებიდან ხვდებით, არ არის რაღაც სასწაულად მძლავრი მოტოციკლი, მაგრამ ესეთი ტრიპებისთვის უმშვენიერესი ხედების სანახავად და კაი დროის გასატარებლად მოტოციკლზე სულ არ არის საჭირო ესეთი მძლავრი ბაიკები კიდევ ერთხელ. და ხო, დამოუწყდა მეთქვა, ყავს ორი იდენტური Royal Enfield-ი. მე და რეზი ვართ ტრიპში. ასე რომ კაი დროის ტარება წინ გველის. ცოტა გაგვიწვიმდა, მაგრამ არაფერი. ზატა იქით მზეა, ახლა ჩავოლდი. და საკაიფო ბაიკია. არ მიდის ახლა რა თქმა უნდა 25 ცხენის ძალა აქვს. 200 კილოიან ბაიკს, მაგრამ აი ამისთვის არა, არის აი ესეთ გზებზე სასიარულოდ აი ესეთი ხედების ზაყურებლად. თან სხვადასხვა ახლა რეზის რო უყურებ, დიდი ბაიკია, ახლა 400 კუბიანი ბაიკის კვალობაზე საკმაოდ დიდი ბაიკია და ანუ ტანიც დიდი რაიდერებიც არ გამოჩნდებიან უცნაურად. USB ჩარჯერიც ქონია. ჩვენი engine check-ი კი ამინთო ეგრევე რა. სუდი მხარე ასეთი ბაიკების, რაც ყველაზე დიდი სუდი მხარე ეს არის ის, რომ ძალიან საშიშია ესეთი ბაიკით აბგონზე გასწრება რაღაცა მანქანაზე, ანუ ტრაილერზე მით უმეტეს. Dangerously underpowered. ეს ეძახის ყველა. ძალიან ნახე რა ლამაზია. Dangerously underpowered ეძახის ყველა ამ ბაიკებს. აბგონზე რო გადიხარ, უნდა ჩაუწვეა ეს. აი, ახლა გავედი დაბგონ. რა გადაუვა ის. Highway-ზე გადაადგილების დროსაც 70 მილამდე აჩქარდება, რა პრობლემა. და 70 მილი კომფორტულად უჭირავს. ანუ არ არის რომ ეს ყდება ენჯინი 125 კუბიან ბაიკებს როგორც აქვს მაგალითად, რომ კი ადის იმ 70 მილი საათამდე, მაგრამ რევლი მიტერს უკაკუნებს უკვე. ამინზე გაგვიმართლა ჩვენი სასტუმრო საათსა. იქითკენ უკვე მოგრუბლული იყო მოწვიმა რა და აქეთ კი კუნძულის მეორე მხარეს მშვენიერი ამინდია. ასე რომ ღრუბელს გაურბივართ და მოგდებს. რამდენად გავექცევით Royal Enfield-ებით არ ვიცი, მაგრამ შევეცდებით. აი ესა, დონე, ნახე რა ლამაზი. კიდევ ერთი რამ რაც მინდოდა მეთქვა ამ ბაიკთან დაკავშირებით, Royal Enfield-მა გამოუშვა ახალი Himalayan-ი 411 კუბიდან გახადეს 450 კუბი, Sherpa engine-ს ეძახიან. ახალი ერთცილინდრიანი უკვე წყლით გაგრილებითი ძრავი არის და გამოიმუშავებს დაახლოებით 40 ცხენის ძალას და 40 ნიუტონ-მეტრ თორქს და საგრძნობლად მსუბუქი შასით, ასე რომ ახალი მოდელი იქნება ბევრად უკეთესი, მოდის ელექტრონიკ პაკეტით, ამას ვაფშე არაფერი არ აქვს, არა ვარ დარწმუნებული ABS-ი. სხვადასხვა არ ვიცი ABS-ი აქვს თუ არა ამ მოდელს. და ხო, რას ვიძახდი, ახალი მოდელი აი ყველა კრიტერიუმში უკეთესია. ცოტათი ძვირი ღირს, მაგრამ ნამდვილად უკეთესი ბაიკია და რა მომავალი წლისთვის ფიქრობდი, რომ როგორც მეორე ბაიკად, აი ესეთი რაღაც მეყიდა, რომ პატარა ადვენჩერებისთვის, რომელიც ძალიან ეკონომიური იქნებოდა
არ დაგენანებოდა რომ დააგდო, იმიტომ რომ იაფიღირს სხვა ბაიკებთან შედარებით. არ დაგენანება სხვა ბაიკებთან შედარებით რომ დააგდო ოფროუდზე. ოფროუდზე შეიძლება ამ ბაიკების გაყვანა, იმიტომ რომ ახალ მოდელს საკმაოდ კარგი suspension travel-ი აქვს. რავი, აი ესეთი ბაიკები ჩემი აზრით არის იდეალური ფან ბაიკები ვიკენდისთვის, თუ გინდათ რომ აი აკომბინიროთ ოფროუდი და გზა. ინგლისში ესეთი ამინდები რატო არა? მე ინგლისში რომ ძელი წელი ესეთი ამინდი იყოს, რაღა გვიჭირს. ულამაზესია, შეხედე. აი ეს არის გზა რა. რა მაგარია. ფოტოშორის აი ვიძეც, რავი, ფერიც მომწონს, ვიძეც მომწონს ისე რა, ანუ ოფროუდი ვიდი აქვს, ესეთი უტილიტარული ვიდი აქვს. და кайფოა რა. კიდევ საინტერესო რამ ამ ბაიკებზე, Royal Enfield-ი არის ცნობილი, განსაკუთრებით ჰიმალაიანი არის ცნობილი თავის გამძლეობით, იმიტომ რომ საკმაოდ ძიმე პირობებში უწევს ამ ბაიკებს მუშაობა. არის გამორჩეული გამძლეობით, მაგრამ ერთი პირობით, რაც ძალიან საინტერესოა. რაც არ უნდა იყოს, სადაც მიდიხარ, იქამდე მიგიყვანს რა, ბაზარი არა. მიგიყვანს იქამდე, მაგრამ თუ როგორ მიგიყვანს, აი მეორე საქმეა. შეიძლება რაღაცა მოტყდეს, შეიძლება აი ბევრი ვიდეო მინახავს, რომ აი ეს სპიდომეტრი და ტახომეტრი იორთქლება შიგნიდან და ვერაფერს ვერ ხედავ. აი ახლა მაგალითად 2 საათის გამოყვანილი მყავს ბაიკი და check engine მამინთო უკვე და რა ხდება არ ვიცი. ანუ კი მიგიყვანს იქამდე, სადაც მიდიხარ, შანსი არ არის, არ მოკვდება, მაგრამ აი თავისი ის აქვს, ხასიათი აქვს, რა ხასიათს გიჩვენებს, attitude-ს გიჩვენებს რა. და ჰიმალაიანიც, ანუ სახელიდანვე ალბათ უკვე ხვდებით, დაარქვეს იმის გამო, რომ ეს ბაიკები გამოიყენება ჰიმალაის მთებში სამოგზაუროდ. არის იდეალური მაგისთვის, მინიმალური ელექტრონიკა, ამ ბაიკის შეკეთება შეიძლება მუხლზე. Altitude gauge-იც კი აქვს, გიჩვენებს თუ რა სიმაღლეზე ხარ ზღვის დონიდან, ასე რომ მაგისთვისაა რა. და ეხლა ჩვენც ასეთ მთიან რეგიონში მოგზაურობთ. თუ გიკვირთ თუ რატომ მივყვებით ამ თეთრ მანქანას, ანის თეთრ BMW-ს პირველი სერიის, ანის რატომ მოყვება მთელი ვიდეოს განმავლობაში, ეს არის ჩვენი safety car-ი. გოგოები მოყვებიან, არ ჩვენ მივყვებით და მოგზაურობთ ასე ერთად. კი, საკმაოდ კომფორტული ბაიკებია ესეთი გადაადგილებისთვის. ძალიან მაგარია. შეგიძლია ფეხზე ყუთები მოყვება, ანუ შეგიძლია რაღაცეები ჩადო, რაც უკვე კომფორტია. ესეთი ტრიპის დროს ძალიან კომფორტული სავარძლები აქვს სხვათა შორის. სრულიად წელში გამართული ხარ, ფეხზეც რო ადგები, დიდი ფუტპეგები აქვს, ასე რომ ფეხის გულებზე არაფერი გერჭობა. ანუ კარგად გახარ, კომფორტულად გახარ და ჰენდელბარებიც საკმაოდ კაი სიმაღლეზე აქვს და რომ დგახარ და ისე მიდიხარ, საკმაოდ კაი კომფორტული პოზიციაა. ცოტა ოდნა უფრო მაღალი რო იყოს, ალბათ უკეთესი იქნებოდა თავისთავად. და ძრავი, რა თქმა უნდა, არანაირი დინამიკა არ გააჩნია ამ ძრავს, უბრალოდ მიდის. აი всё, სხვას არაფერს არ შვება. გაზ გახსნით და აი ესე საათს დახედავ, ელოდები და ნელა ესე ჩქარდება რა. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ აუ ეგეთი ბაიკის ტარება მე არ შემიძლია, ბაზარი არა, ეხლა ყველას თავისი ხუშტურები გვაქვს და ყველას თავისი სურვილები გვაქვს რა ბაიკმა რა უნდა შეძლოს და რა, მაგრამ აი ესეთი ტრეველისთვის ეხლა აღარჩი მიდიხარ, არა აქვს პრობლემა. ეხლა იმდენი თორქი აქვს რომ ლაგეჯით ერთ კაცს შეულებრივად გეკაჩება, არანაირი პრობლემა. სიჩქარეში გადართვაც კი არ გიწევს, უბრალოდ მიდის, გაზ გახსნი მიდის. ეხლა ვილები და მუხლამდე ჩაწვენა ბაიკის და რაღაცა, რა თქმა უნდა, ეს ამისთვის არ არის ეს ბაიკი შექმნილი. ეს არის აი უმშვენიერესი ხედი. აი მთები იქითკენ. აი ესეთი უმშვენიერესი ხედებით გზაზე სიარულისთვის რომ თავი ატრიალოთ. ეხლა რომელი ჯობია ამ გზაზე 140 მილიტრო ჩაივლი მოსახვევში თუ 40 მილიტრო ჩაივლი და ყველაფერს დაათვალიერებ და ყველაფერს ნახავ. განსაკუთრებით მეორე ნომრისთვის უკან თუ გიზის ვიღაცა, დამიჯერეთ
კი ეს სპორტ ბაიკებით მარიაჟობა კი გვიყვარს და ლამაზი ბაიკებით მარიაჟობა კი გვიყვარს, მაგრამ მეორე ნომრებს დამიჯერეთ არც თუ ისე ძალიან უსწორდება. მუხლამდე დაწვენილი ბაიკი რომ მიდის 120 მილი საათში და გონებას რო კარგავს პერიოდულად უკანა სკამზე. ურჩევნია რომ ესეთ მოგზაურობაში წავიდეს და ლამაზი ადგილები გამოიკვლიოს. და მეც რავი ალბათ ბერდები რა ვიცი მაგის დედაცვათი მეც ეგრე ვარ ეხლა ჩემ ბაიკს ძალასაც ვერ დაუწუნებ ვერაფერს ვიზუალსაც ვერ დაუწუნებ ვერაფერს ვერ დაუწუნებ ტრიუმფ 1200 RR-ზე მაქვს პიტრიბულზე მაქვს საუბარი ჩემი ბაიკი მაგრამ და კავასაკის Z1000-იც მყავს ტურინგ ბაიკი ორივე საკმაოდ სწრაფი ბაიკებია 100 ცხენის ძალის ზემოთაა 180 და 140 ცხენის ძალა აქვს მაგრამ აი რავი რატომ ბერდები რავი მართლა ესეთი ბაიკების მუღამიც გამიჩნდა ამ ბოლო დროს რომ უკვე აღარ იძაბები რა აღარა გაქვს აი ეს რომ სურვილი რომ პასაიანად გახსნა ვილის კიდი არა აღარა გაქვს ხანდახან არა გაქვს მაგის მუღამი კი ხანდახან გინდა მაგის კეთებას მაგიტომაც ვიყიდე ეგ ბაიკი რომ იმხელა ემოციებს განიჭებს და იმხელა ექსპერიენსია ეგეთი ბაიკის ტარება, მაგრამ ხანდახან გინდა რომ უბრალოდ მოდუნდე და სიამოვნება მიიღო რაიდით და აი მაგ დროს არის აი ესეთი ბაიკები იდეალური. აი ეს არის დონე. ახერა ლამაზი. აი ხა ნამდვილად არ გინდა რომ სწრაფათია რომ ულამაზესი ხედები სულ არ არის საჭირო აი ესეთ გზებზე რომ სასწაულად სწრაფათია რომ უბრალოდ გინდა რომ დატკბე ხედებით სხვა არაფერი ძალიან მაგარია ძალიან მაგარია შეხედეთ უბრალოდ ესეთ გზებზე კი სულ პირველი მეორე იქნება მაგრამ მაინც ასწორებს რა ჰეი რა კაი რაღაცაა შეგეთ. არა მოსაყვევში კარგად ადის როელონფილდი რა. დაბალ სიჩქარეებზე ხა ასწორებს კი რა. აი ხა ესე სიჩქარეზე მოსაყვევში თავი კარგად შედის. აი რა დავაწვინეთ. ოღა. არა ძალიან მაგარი გზაა просто. არა მაგარია. წავედი. უმაგრესი გზები. დონეა რა. ძალიან მაგარი. აუ რა ხედია შეხედე. ჰევი ზღვა ძალიან მაგარია. აი check engine-იც გაქვს რა. მაგარი ბაიკია შე. აქ რა მოგიყვანა შედალოცვილო შენ. გაშენებული აქვს ვენახები აქეთ. აჰა რა ლამაზია ნახე. ეგრევე ზღვაში გადიხარ. აი ეს არის დონე. რა ლამაზია. ფანტასტიკური ხედია. აუ. ახე ქვემოთაც რა მაგარია.
ეს არის ამას ხედავ ამას რა მაგარია აი აქ რა სწრაფი ბაიკი გჭირდება რა გზა просто ნახეთ ძალიან მაგარი აქ მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს ქვები რო ყრია გზაზე ყველგან ერთხელ დამიცდა ქვაზე წინა ბორბალი და მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს თორე განსაკუთრებით ესეთ მოსახვევებში თუ გადაუვარე რამე ეგეთ ქვებს კარგად მეყოლე ძალიან ბევრი ვიდეოა ისე ინტერნეტში ესეთ ადგილებზე ესეთ სერპანტინებზე 10 კმ/სთ მიდიან და მაინც ეცემიან, იმიტომ რომ აი ესეთ რაღაცებზე გადადიან, ან დახრილობის გამო, გზის დახრილობის გამო. ო, რა კაია. ჰოპ, ჰოპ. რა კაია. გაიჭედა? არა, ვერ ამოხვალ, გადმოდი შეხედე. ეხლა რომ გადმოხვიდე იდგება ეგრე მოტოციკლი. ჩარჭო მოტოციკლი. აი მე და მოტოციკლები გარჭო, მე და ზღვაში ეგ. 1 2 3 ოვა. ეგა. მიდი, მიაწვი. აი ეგრე, წადია. Давай. ეგ ახარ, მიდი. Давай. Всё, ასულიხ. აჰა, რა გინდა, მთლიანი ჰელმეტი წეტევა ამ ბოქსში. ოპა. ეგა. ვიჯო. მოგეწონა? ძალიან კაი ბაიკია. მართლა დასაკაიფო. ავი საქმეს აკეთებ. რა? გაერთობ რა. არჩკა. იმენა დონკია რა, ვირივითა, თავის საქმეს აკეთებს. ურალზე უკეთესია. ურალზე უკეთესი. არა, მოსაყვევში კარგად შედის, просто ძალიან soft suspension-ი აქვს და გაბურთავებს. და საბურავებიც არ უარგა და ტრაკსაც ურევს მაგრად მოსაყვევში. კაი ბაიკია. კი. ვიძე, ამ ფერებში მომწონს განსაკუთრებით. ძალიან საკაიფო. საქართველოსთვის იდეალური ბაიკია, სამ თებში წასასვლელად. ძალიან მაგარი ბაიკია. ნახე ვინ არისო. აი თუ მე რა ტოცილო ხვევი ზემოდა. ეგა რა მე მგონი დამარცხდა Royal Enfield-ი დაგვეწია ღრუბელი. მაგრამ მაინც მაგარია, იმის და მიუხედავად რომ ალბათ დარჩენილი გზა ესეთ ამინჩი მოგვიწევს. მაინც ასწორებს რა. ესეც თავგადასავლის ნაწილია, ესეთ ამინჩი სიარული. კარგი, მოდი რომ შევაჯამოთ, რა შეიძლება ითქვას მოკლედ ამ ბაიკებთან დაკავშირებით. ბოლო 3 დღის განმავლობაში გავიარეთ დაახლოებით 250-დან 300 კილომეტრამდე და უკვე დაწვრილებით უკვე გავიგეთ რა შეუძლია, რა არ შეუძლია მოტოციკლეტებს. ისევ და ისევ ძრავზე თუ ვილაპარაკებთ, ყველაზე დიდი მინუსი ამ ბაიკების არის ეგ. 25 ცხენის ზალა ნამდვილად არ არის ბევრი აი ამ შასისთვის და ეს 25 ცხენის ზალა აქვს თან ძალიან გაწელილი ასე რომ როგორც თქვი, საკროიზო სიჩქარეზე მიდის ნორმალურად 70-80 მილით შეუძლია წავიდეს და თან ძრავით არ ამოხტება მოტოციკლეტიდან და ამის ეს რომ მიეღწიათ ძალიან გაწელეს ძრავი 5 სიჩქარე აქვს ამ ბაიკს და აი პირველიდან მეორეში რო რთავ მაგალითად პირველში რევლ ლიმიტერამდე ადიხარ, გადართავ მეორეში და საერთოდ არ აქვს თორქი და ნელ-ნელა ისევ რევები უნდა აიყვანო წითელ ზონამდე და მერე გადართო და ისევ ძალა არ აქვს. აი სუსტი ძრავია, ძალიან სუსტი ძრავია, მაგრამ აი ესეთი წყნარი რაიდებისთვის ნორმალურია რა. იდეაში
თავის საქმეს აკეთებს. Suspensions რაც შეეხება, მუშაობს კარგად და ძრავისავით, ანუ თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ არაფერი ექსტრა რა. დინამიკა უნდა დაივიწყო როგორც ძრავზე, ასევე suspension-ზეც, აი ესეთ off-road-ზე შეუძლია რომ გაგიყვანოს, პლაჟზე გახვიდე მაგალითად, ან ცალმე ტყეში კემპინგზე წახვიდე, არანაირი პრობლემა ამ ბაიკით, მაგრამ off-road-ზე რო აი გააწურინო ამ მოტოციკლებს მაგისთვის ნამდვილად არ არის, საკმაოდ რბილი suspension-ი აქვს და ეგრევე bottom out-ს გიკეთებს, კეცავს forks ეგრევე. რა ესეთი, კაროჩე ურალია რა, ინგლისური ურალია რა, საქმეს აკეთებს. შეიძლება რაღაცა გაუფუჭდეს აქ-აიქ, მაგრამ ადან ბემდე მაინც მიგიყვარს რა. ესეთი ბაიკები. საქართველოსთვის რეკომენდაციას ნამდვილად გაუწევდი. საქართველოში მთებში ესეთი რაღაც ციარული გამოსაკვლევად იაფია, თან ახლა საქართველოში იმდენად ინშურანსებზე და დაზღვევაზე იმდენად არ დარდობს ხალხი, მაგრამ საზღვარგარეთ ახლა ინგლისში მაგალითად ამ ბაიკებზე ერთი რომ ფასი ძალიან იაფია, მეორე ის რომ ინშურანსი არის აი კაპიკები. ინშურანსი არის მართლა კაპიკები ამ ბაიკებზე და road taxi-ც კაპიკებია, ასე რომ მაგიტომაც ხალხი ყიდულობს ამ ბაიკებს და სიამოვნებით კატაობენ, იმიტომ რომ არ გენანება რა არაფერში რა. არ დაგენანება რომ წაგექცეს, არ დაგენანება რაღაცა რომ მოტყდეს. სულ რომ მოგპარონ მაგაზე შეიძლება არ დაგენანოს რა. სულ ეგ არის.